ავღანელი სამხედროები წვრთნებს საქართველოში გაევლიან პოსტ ISAF-ის პერიოდში ავღანეთის დახმარების სურვილი საქართველომ დღეს ალიანსის შტაბ-ბინაში ჩრდილოატლანტიკური საბჭოს სხდომაზე გამოთქვა. ირაკლი ალასანიამ ავღანელ სამხედროებს განათლების კუთხით გამოცდილების გაზიარება შესთავაზა. ქართველი სამხედროები მათ დახმარებას ავღანეთშიც განაგრძობენ 2014 წლიდან. ნატო კვლავ გააგრძელებს ავღანეთის უსაფრთხოების ძალების დახმარებას კონსულტაციებითა და წვრთნის მისიით. ამ პროცესში ნატოს წევრ ქვეყნებთან ერთად არაწევრი ქვეყნებიც მიიღებენ მონაწილეობას. დღევანდელ შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ყველა მიესალმება საქართველოს მონაწილეობას პოსტ ISAF-ის პერიოდში, რადგან საქართველოს მიერ გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფაში შეტანილი წვლილი ქვეყანას კიდევ უფრო აახლოვებს ნატოსთან. შევთანხმდით იმაზე, რომ საქართველოში გაევლიან წვრთნებს და განათლებას მიიღებენ ავღანელი სამხედროები, ასევე ადგილზე ავღანეთში ჩვენ გავაგრძელებთ მათ მომზადებას. ასევე მე მინდა თქვა, რომ განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, რომ ISAF-ის ოპერაციის დასრულებამდე საქართველოს მთლიანად იქნება წარმოდგენილი და დაეხმარება ავღანურ უსაფრთხოებას, განსაკუთრებით იმ რთულ პერიოდში, რომელიც ელოდებათ მათ არჩევნების ჩატარების პროცესში. ჩვენ ამერიკულ მხარესთან ერთად, ბრიტანულ მხარესთან ერთად, ავსტრალიასთან ერთად განვახორციელებთ ასეთი უსაფრთხოების ზომების მიღებას.